ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სოფელ შრომაში ჰერეთის ქუჩაზე თითქმის 1 კილომეტრის მანძილზე ეწყობა სანიაღური არხები, ცხაურები და საკარმიდამო მონაკვეთებზე გადასასვლელი ხიდბოგირები. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით აღდგენილი გზის სავალი ნაწილი დაიხაზება. სოფელ შრომაში ჰერეთის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში 927 გრძივ მეტრზე ახალი ასფალტის საფარი მოეწყობა, ორფენიანი პროექტის ღირებულება 1,116,000 ლარია და აღსანიშნავია, რომ იგი სრულიად ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს განსაზღვრული აქვს რამოდენიმე ლოკაციაზე აღნიშნული ტიპის სამუშაოების წარმოება. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, მოქალაქეებისათვის გადაადგილება იყოს კომფორტული. დიდი ხნის ნანატი როცნება აგვისრულდა, გზა კეთილმოწყობილი გახდა, სასიამოვნო. რამდენი ხანი ნატურლობდით მაგას, ვოცნებობდით, ასე ვთქვათ, ველოდებოდით და აი დროც მოვიდა. გვახსოვს ის პერიოდი, რა დღეში იყო სავალი გზა. ღამე გავლა ჭირდა, ფეხით ტრანსპორტი მეტნაკლებად იმასაც უჭირდა, ასე რომ ძალიან კარგი საქმე არის. ძალიან ცუდი გზა იყო, რუების მოწესრიგებელი იყო. ჩვენმა ადგილობრივმა მთავრობამ გააკეთეს გზა. სანიაღური არხებიც კარგი არის, ისვიდაც ძალიან დიდი მადლობა.